თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მურთაზ ზოდელოვას სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა. პროცესზე ლევან ხაბეიშვილმა სიტყვის უფლებით ისარგებლა და ეუთოს მიერ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალოვან უწყებას სასამართლოს და პროკურატურას მძიმე დღეები უდგას. როგორც ხაბეიშვილმა თქვა, გამოქვეყნებული ანგარიში არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც რეჟიმის მსახურთა წინააღმდეგ აუცილებლად ამოქმედდება. ძალიან მძიმე დღეები უდგას სახელმწიფო. და ეს მოსკოვის მექანიზმი აღარ არის რაღაცა რეზოლუცია, რომელიც შეგონებაა რომელიმე სახელმწიფოსთვის და ხელისუფლებისთვის. ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად ამოქმედება მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ემსახურება აი იმ რეჟიმს და უკვე ოფიციალური დოკუმენტი. ეს უგონია რომ იმას რა ქვია, დიდ ბრიტანეთში შეუძლია იქიქილოს და მართლა ვინმე სერიოზულად წარმოუდგენია რომ შარმანაშვილი, ზარქუა, ვორსკი უნდა ლაპარაკობდეს აგდებულად ტაჯიკეთში დადის ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენელი და ევროპაში რომ ჩავიდეს ვიზა ჭირდება. მე ესე უნდა გამასამართლო იმ გერედეს თანამშრომლებს იმას რა თავი რომ იგზნეს შეურაცხყოფინა თურმე რომელსაც მოუწოდებდი რომ თავობა არ დაადეცო თავს რომელმაც აქ დამალეცა თავობა და 27 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩემი წამება. ეს აღარ არის პოლიტიკური განსაზღვრება. ეს პირდაპირ დაწერა ევროპომ მის მოსკოვის მექანიზმის დასმაში, რომ ეს არის ადამიანების სისტემური წამება. ეს არის სასამართლო. მე მინდა რომ ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც იმ ადამიანებს არ ეშინოდეს სასამართლოში მოსვლის. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილს ვამპირი უწოდა. მისი თქმით, ვამპირებს მზის შუქის ეშინიათ. ამიტომ ხაბეიშვილის თქმით, საქართველოში უნდა განათდეს. ჩვენმა უკრაინელებმა ძვება მოახერხეს მარტივი რამ. რომ დღეს სიგეთის ბრძოლაში ბოროტებასთან ამერიკა დაწინაურდა და ასეთი დაეცა მას შემდეგაც უკრაინელებმა გმირულად იბრძოლეს და ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. ირანი ეცემა მაშინ როცა უკრაინა იბრძვის თავგამოძიებულ რუსეთის წინააღმდეგ. და კი საქართველოს დაგადავს აუცილებლად და ბოლო რეპლიკა. ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი. ბიძინა ესეთი ვამპირია, ვისაც ეკარება. ყველას წოვს სის და ყველას აქცევს ვამპირი. და ვამპირებისთვის არის ერთი გამოსავალი. ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ვამპირს ეშინია მზის შუქის და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამიტომ საქართველოში უნდა დაწესდეს იმისთვის, რომ ეს ბოროტება დამთავრდეს. ლევან ხაბეიშვილი 11 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულას ეზოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სატელევიზიო ეთერებიდან სპეცრაზმელებისთვის ფულადი თანხის შეთავაზების ბრალდებით დააკავა. ბრალის წაყენების შემდეგ კი გაირკვა, რომ მას ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებასაც ედავებიან. ამ ორივე ბრალით ოპოზიციონერ პოლიტიკოს 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 13 სექტემბერს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ხაბეიშვილთან ერთად 11 სექტემბერს დააკავეს მურთაზ ზოდელოვაც. ზოდელოვას ხაბეიშვილის მობილურის გადამალვას ედავებიან, რომელიც მას დაკავებისას პოლიტიკოსმა მიაწოდა. მას ამ საქმეზე ბრალი გამოძიებისთვის ხელის შეშლის მუხლით წაუყენეს და გირაო შეუფარდეს. მოგვიანებით 4 ოქტომბერს ზოდელოვა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს.